აფერზე კარგად ჟღერს ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ და მაღალი ფასების წინააღმდეგ. ეს ორივე საკითხი აწუხებდა ქართულს. არა, მაღალი ფასები, მადლობა მოწვევისთვის, მივესალმებით თქვენს ტელემაყურებელს. მაღალი ფასები ყველას აწუხებს, ანუ არ მეგულება ქვეყანაში ადამიანი, რომელიც არ წუხს თავის მაცივარზე, ხო? ანუ ეს სიმბოლურად რა არის მაცივარი, რო პირდებოდა ბიძინა ივანიშვილის ძალადობის რეჟიმი რაღაც სტაბილურობას საქართველოს მოქალაქეებმა იგრძნეს რომ გააღებენ მაცივარს, იქ მშვიდობა არ არის. ანუ პრაქტიკულად ყველა სეგმენტს გამოუცხადა ომი რეჟიმმა. ეს არის ქართველი ხალხი, წამლავს, უმძიმესი ფინანსური კრიზისია ქვეყანაში, ინფლაციის მაღალი დონეა. და ეხლა 13 წლის თავზე გაახსენდათ, რომ ფასები იმატებს, ხო? მაშინ, როდესაც ქვეყანაში არის აღვირახსნილი კორუფცია. ბატონ მერაბ, მე არ ვიცი ასეთი მასშტაბები კორუფციის, რასაც ეხლა ჩვენ ვხედავთ და რასაც ვლაპარაკობდით პრინციპში, ხო? ანუ წლების განმავლობაში, აი მაგალითად 2019 წლიდან ვლაპარაკობდით იმაზე, რომ ბაღების სააგენტოს უფროსი იყო ტენდერებში, წილში, სხვა შორის დღეს ამომიგდო ის პატარა ნაწყვეტი, სადაც ლევან ხაბიშვილი ამაზე ლაპარაკობს და ამბობს, რომ ეს ადამიანი გვარი დამავიწყდა, ხო, გვანცელაძე არის ტენდერების წილში და ანუ ბავშვებს პარავს გრეჩიხას, ფაფას, კარაკს და ასე შემდეგ. წარმოედგინეთ, რა დონის ფსკერი და ამაზრზენი უნდა იყო როგორც ჩინოვნიკი, რომ ბავშვებს წილში ჩაუჯდე თავის საკუთარი საკვების, ხო? ისედაც, როდესაც ყველა ბავშვი არ იღებს სრულფასოვან საკვებს საქართველოში. ანუ ღარიბაშვილი, რომელსაც ოქროს ზოდები ჰქონდა სახლში, რომელიც ეხლა თავისუფლებაზეა, მაგრამ ბრალი აღიარა, რომ ორგზის პრემიერ-მინისტრი იყო კორუფციაში ჩაფლული და ეს კორუფციული წუმპე, რომელიც შექმნა ბიძინა ივანიშვილმა, ლილუაშვილი, რომელიც ეხლა რაღაცნაირად ყველას მე მგონი ესეთი განცდა გვაქვს, ხო? ანუ ეხლა სასამართლოში მიდის ლილუაშვილის ხტომა, აი ამ წუთებში, სადაც თვითონ არ ესწრება, მაგრამ უთხრათ, რომ ახლა არის აღკვეთი ღონისძიების შეფარდების აღკვეთი შეფარდებაზეა საუბარი, თვითონ არ ესწრება, მაგრამ რა თქმა უნდა, მე არ მგონია, რომ მას ობიექტური სასამართლოს იმედი ჰქონდეს. ანუ იმ ქვეყანაში, სადაც 13 წლის განმავლობაში ორი პრემიერი, სუსის უფროსი, არ ვიცი, მერი კალაძე თვითონ, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულად კორუმპირებული ადამიანია და დღეს ხალხს შორის თქვა, რომ ესე იგი, ჩემი პასუხისმგებლობა არ არისო, როდესაც ბაღების სააგენტოს უფროსი ფულს იპარასო, იმიტომ რომ მე 30,000 ადამიანი მყავსო დაქვემდებარებაშიო და ანუ მისი პასუხისმგებლობა იყო ის, როდესაც 30,000 ადამიანიდან გამოხშირა ის ადამიანები, ვინც პროტესტს შეუერთდა, გახსოვს ალბათ, ხო? ანუ ან Facebook-ზე დაწერეს პროევროპული, ან საქართველოს თქვათ ევროატლანტიკური მისწრაფებების სტატუსი და ყველა გაანთავისუფლა სამსახურიდან. ანუ ამისთვის იცლის მერი და იმისთვის, რომ ბავშვების კვებაში წილში ვინც არის ჩამჯდარი, იმისთვის ვერ იცლის, ხო? ამიტომ ეს ყველაფერი ეხლა რომ აღმოაჩინა ქართული ოცნების ძალადობის რეჟიმმა, ეს კი არ არის რაღაცა თქვა თავარი სალაპარაკო. თავარი სალაპარაკო არის ის, რომ ამ კორუფციული და ამ ძალადობის რეჟიმის პირობებში, რა თქმა უნდა, არავითარი ფასების შემცირება არ მოხერხდება. ეს არის ჩვეულებრივი პროპაგანდისტული, პოპულისტური გზავნილი და მე უფრო მეცაც გეტყვით, ფასები არ დაიკლებს, ფასები მოიმატებს. ანუ და აგიხსნით როგორ, ხო? ანუ ესე იგი ჯერ თქვენს რომ საგაზაფხულო სესიაზე კომისია შეიქმნება პარლამენტში და პარლამენტი შეისწრება. შევახსენოთ უგასრაოთ ჩვენ მაყურებლებს, რომ შენ კი როდის ბახტაძემ დაიწყო პურის ფასზე კვლევა გახსოვთ? ღარიბაშვილმა დაიწყო წამლების ფასებზე. წამლების ფასები იყო საწვავის ფასებზე რომ მონოპოლიას დავანგრებთო, იყო სულ საუბარი. ღარიბაშვილმა სხვა შორის ამ სუპერმარკეტებსაც შეუტია თუ გახსოვთ და ბოლოს დასრულდა არაფრით. არა, ესე იგი ქართული ოცნება დავიცი რისი დასრულება. აქამდე ყველა ესეთი ცდილობა არაფრით დასრულდა. ქართული ოცნება ხელისუფლებაში რომ მოვიდა, მაშინ ამბობდა რომ დენის ტარიფსო გავანახევრებთო, ხო გახსოვთ? ანუ უბრალოდ რა მეოთხედი იქნება და მეოთხე
შეხედი იქნებოდა. ეხლა დენის ტარიფმა მოიმატა, ხო? ანუ იმის პარალელურად, რომ საკუთარი ხელფასები გაიზარდეს 14000 ლარი აქვს და ამ დროს, როდესაც კორუფციაზეა ლაპარაკი და ფასების ზრდაზეა ლაპარაკი, იმ რა პარლამენტშიც ოპოზიცია აყენებდა მაგალითად იგივე კორუფციის საკითხს, იგივე კოლ-ცენტრების საკითხს, მე რა ვინ იყო მაშინ ლიდერი უმრავლესობის, ეს იყო კობახიძე და თვითონ ოფიციალურად ეს იყო მდინარაძე, ვინც ახლა არის უსუს უფროსი, ხო? ამიტომ ფასები მოიმატებს, ახლა სანამ ესენი გადაიწყებენ კვლევა, სანამ ახალ რაღაც მონოპოლიას შექმნიან იმ თავის ბიზნესთან ერთად, რომელსაც შემოწირულობა ძირითადად შეაქვს ქართული ოცნების ყულაბაში, აქამდე ფასები ისევ მოიმატებს, შემდეგ რაღაცას დააკლებენ, ანუ ზოგადად ყველას უნდა ესმოდეს თქვენს ტელემაყურებელს, რომ საახალწლოდ კარაქის ფასი და ბრინჯის ფასი არ დაიწევს, შეიძლება არც რძის ფასი, არაფრის ფასი არ დაიწევს, უფრო შეიძლება გაიზარდოს და ზოგადად, როდესაც ესეთი რეპრესიული მექანიზმი შენ შემოგაქვს და თან აანონსებ, რომ აი რაღაც მე იმას გავაკონტროლებ და ამდენი წლის განმავლობაში ხელისუფლებაში ხარ, რა თქმა უნდა, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ პოპულისტური ლუკმა, რომელიც არის შეურაცხყოფა ადამიანების. იცით რატომ? იმიტომ რომ ეხლა წინა საახალწლო პერიოდია და ადამიანებს საკუთარი ოჯახისთვის ელემენტარულად მისატანი საკვები არ აქვს. ამიტომ ჩემთვის ეს არის, არ ვიცი, როგორც ყველასთვის, მაგალითად, ეს არის ძალიან მტკივნეული საკითხით манипуლირება და ამ მტკივნეული საკითხით манипуლირება დამთავრდება არაფრით. დამთავრდება იმით, რომ ბიზნესი ისევ დააწვევიან, მიუხედავად იმისა, რომ ეს ბიზნესი და ქართული ოცნების შეკავშირებულია და ეს შემდეგ დაწოლა უფრო ნამატ ფასებში აისახება, ხო? მოქალაქეებზე და ადამიანებზე. ანუ ქართულ ხალხს დააწვება ისევ ქართული ოცნების ძალადობის რეჟიმის ეს სიტყვები. ნახოთ, იქნებ დადო შედეგი კობახი.